და თქვენი ოჯახის ყველა მომენტში, სიხარულში თუ ჭირში. იმიტომ რომ ეს ყველაფერი აქ ასე თუ ისე მაინც სახეზე არის, ამაზე ბევრჯერ ვისაუბრია, რომ ტკივილი და ტრაგედია თუ უბედურება თუ ომი თუ რა ვიცი, ყველა რაც კი შეიძლება ადამიანს დაემართოს, ყველაფერი დედამიწაზე არის. ამიტომ გვინდა მოუხება და დახმარება და გადარჩენა არა მარტო პირდაპირ გაგებით და აქ და ამჟამად, არამედ მარადისობის კონტექსტში იესო ქრისტეს მხრიდან. ამიტომაც არის იწოდება ეს მხსნელად. გვიხსნის და სულ ეს მისი ეს მდგომარეობა ჩვენგან მომართ გადამრჩენელის, ხო, ეს მხსნელი გადარჩენელია, ხო, მხსნელი ხო ძველი ქართული ფორმა არის და გადარჩენა ეს გამოხსნა, სწორედ იგივე არის. გამოხსნა ჩვენ ყველანაირად გვესმის, რა თქმა უნდა და ასეთი დატვირთვაც აქვს, რა თქმა უნდა, სიტუაციო ერთი კონოტაცია არ აქვს, არა? შეიძლება როგორც საყოფაცხოვრებო პრობლემიდან მიხსნას, ისევე ასე მასშტაბური გლობალური პრობლემიდან მიხსნას. და რას თავარია? მარადისობის დამკვიდრობაში შეგვიწყოს ხელი. მარადისობაში ვართ უკვე. ეს არასწორი ფრაზაა ხოლმე ვიყენებთ ხოლმე და გამოყენებულია ხოლმე კიდე საეკლესიო ლიტერატურაში. ჩვენ მარადისობაში ვართ უკვე. იმიტომ რომ არარსებობიდან არსებობაში რომ შემოუყვანა ღმერთმა, როცა გავჩნით, ხო? უკვე მარადისობაში შემოვაბიჯეთ უკვე. ამიტომ არის ნებისმიერი ცოდვა მტკივნეული. ნებისმიერი დაგაგებით, ჩვენ რო გვეხებაზე არ არის მარტო, როცა ჩვენ გვტყენია. არამედ ჩვენს რო ჩავდივართ. რატოა ეს ანაბეჭდი მარადისობის არის და იმიტომ როცა ადამიანს კლავ ფიზიკურად დედამიწაზე თქვა, ხო, მარადიულ პრობლემას იკიდებ ფაქტობრივად გესმის. როცა ატყუებ ვიღაცას, მარადიულ პრობლემას ატყუებ და საკუთარ თავს წირავ ამ უბედურებისთვის გესმის. ამიტომ ეს მარტო ყველობა და მოვინანია და აღარ არის ეგრე, არ არის. მარადიული პრობლემა გაკიდებული. როგორ უკლავ ადამიანს ფაქტობრივად, ხო? ანუ შენ გონია, გინდა რომ მოკლა, მაგრამ ესე არ გამოდის. შენ ატყუებ, ამცირებ, ჩაგრავ, ანადგურებ, ყველანაირი გაგებით, გინდა ფიზიკურად, გინდა მორალურად. და ამ დროს შენ გონია რომ აგვარე პრობლემას, ამ დროს სინამდვილეში მარადიულ პრობლემას იყიდებს ის ადამიანი, ვინც თვლისო ვიღაც ადამიანი უშლიდა ხელს და გაანადგურა და მოსწოთ, ამცირა, გადაუარა თავებს ვიღაცებს და მიაღწია მიზანს, ხო? ეს ნამდვილად შემოსულები როგორც ვართ ამ ქვეყანაზე, ეგრევე მარადისობაში ვართ. უბრალოდ ჩვენცა მხსნელზე ლაპარაკობთ, ეს გამოხსნა არის იმ პერსპექტივაში, რაც როგორც ღმერთი გვიყურებს ჩვენ ყველას. იმიტომაც გვინდა ხოლმე რომ და წუწუნეთ ხოლმე და საყვედუროთ კიდეც ღმერთსობა, რამდენი უბედურება ტრაგედია არის დედამიწაზე და სათხარ შენ რატო არ გესმის და რატო არ ფსარერები თქვა, ხო? სწორედ ეგ არის რომ ერთი არისო ჩვენი ხედვა, მეორე არისო ღმერთის პერსპექტივა როგორი არის იმ თუნდაც ცუდ დღეში ჩავარდნილი ადამიანების მიმართ, თუნდაც ჩვენს მიმართ, თუნდაც ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რა ეს ერთი არის. მეორე არის ჩვენი დამოკიდებულება, რა თქმა უნდა. აქ როგორ უნდა მოვიმზადოთ ამ ყველაფრისთვის. აი დღევანდელი სახარება რაც წავიკითხეთ, ეს არის განღვეულის კვირა, რომელიც 38 წელი ადამიანი იტანჯებოდა ავადმყოფობისგან და ღმერთმა განკურნა, ქრისტემ მივიდა და განკურნა. ნუ ეს მოლოდინები რა ქონდა თქვა, რა ტრადიცია და რა ის წყალში ჩანს დასწრება და ეს სხვა თემა არის, მაგრამ ეს არის ფაქტი, ხო? ანუ ფაქტი რა, ამ მონათხრობის პატარა დასკვნა არის. ავად იყო ამდენი წელი და განკურნა. მაგრამ
რა შეიძლება ჩვენ აი ამ სახარების ტექსტიდან გარდა ბევრი სხვა რაღაცისა, ვთქვათ, დღეს ვთქვათ გავიგოთ. საქმე იმაში არის, რომ მე აქ ლაპარაკი მაქვს ეკლესიურ ხალხს, ვინც ეკლესიაში არ არის და ვინც მორწმუნე არ არის, ზოგადად ვინც არ ცხოვრობს ქრისტიანული ცხოვრების წესით, ის იმაც არ არის, იმათი სულ ერთი არის და აზრი არ აქვს. ხო, რაც არ უნდა თქვა. ეს რასაც აქ იქადაგება და რაც აქ ლაპარაკება, ეს რა თქმა უნდა არის იმ კრებულის მოსასმენი, ვინცაც სურს, რომ ამ კრებულით, ამ ეკლესიის საშუალებებით გადაიჩინოს თავი. რა თქმა უნდა, მაგრამ აი ამ მოცემულობაშიც კი ორი კატეგორიის ხალხი გამოირჩევა ეკლესიაში. არიან კეთილმსახურნი, ეს კაი ვარიანტებს გეუბნები, ცუდი ბევრი არის. კაი ვარიანტს გეუბნები. არიან კეთილმსახურნი, ესე იგი, კრებულის წევრები, არა მარტო აბტატაზაში, ზოგადად ეკლესიის დადის, ხო, კეთილმსახურნი და არიან მორწმუნე. ერთი მეორეს არ გამორიცხავს, რა თქმა უნდა, მაგრამ მე გეუბნები აქცენტი რომელზეა აკეთებული რა. ეხლა რას ნიშნავს? არიან ვითომ მორწმუნენი, არიან რაღაცის გამო მორწმუნენი, ეგ კიდე სხვა კატეგორიები. ეგრევე კაი ვარიანტებს გამიხსნათ, ცუდებზე არ ლაპარაკობ დღეს. მოკლედ, კეთილმორწმუნეობა რა არის? კეთილმოგადად ვიხსენებ ჩვენ კეთილმორწმუნე მეფე და დედოფალი და ასე შემდეგ რაღაცა და რატოა სუბიატოა ჩვენიერები. ანუ კეთილმორწმუნეობა რას ნიშნავს? კეთილმორწმუნეობა არის რა, რომ აი იცი რომ ეკლესია კარგია, გჯერა რომ ღმერთმა მისცა ეკლესიას ძალმოსილება და უფლებამოსილება ქრისტემ ჯერ მოციქულებმა კიდე მერე და ასე შემდეგ. ამიტომ იცი რა, მე ვედობ ეკლესიას და აი ამ რაც კი დაწესებული არის რაღაცა მარხვები, ლოცვები, სახურებები, წყლის კურთხევა იქნება თუ სამი მაქვს წყალის სახში რა თქმა უნდა 2 ლიტრა არა სამი ჯობია, იმიტომ რომ სამობით არის მაინც. ხო? ბზა, რა თქმა უნდა. მოკლედ, წითელი კვერცხი, საფლავზე გაგორება კვერცხის ზიარებაც, აღსარებაც, დათქმულ დროზე, ყველაფერი ეს აი აწყობილი აქვს საათივით, პედანტურად ადამიანს, ესე იგი, რომ ამის გასცემა შეიძლება ტრაგედია იყოს მისთვის და აი ამ რეჟიმში ცხოვრობს და ამის იქით აღარ მიდის. ანუ აი ეს რეჟიმი აქვს, ხო თითქოს რა არის ამაში ცუდი? არა, ცუდობაზე არა ელაპარაკი. უბრალოდ ის არის ცუდი, რომ ამის იქით ადამიანი ვეღარ ვითარდება გესმის. ფაქტობრივად, აი ის 38 წლის კელობელი თუ დავდომილი ვინც იყო, ეს იყო კეთილმსახური ტიპი იყო პრინციპში. იმ იუდაურ წესებს ასრულებდა წარმოიდგინეთ ყველაფერს, რაც ვალდებულება იყო, რა თქმულებაც იყო, იჯდა ეს 38 წელი ის ეროვნებოდა წყლის ამბლობას ტბაში და ჩავარდნას იქ მერე სხვა რაღაცებს ახსულებდა, რა თქმა უნდა, მორწმუნე იყო, შაბათსაც ინახავდა ცხადია, გესმით? მაგრამ რაც აკლდა მას ფაქტობრივად არა, კეთილმორწმუნეობა სახეზე ქონდა, მაგრამ რაც აკლდა მას, ეს იყო წმენა. საჭირო იყო პატარა რწმენა, პატარა, რომ განკურნებული იყო. დოგვის ოდენა მარცხის ოდენა წმენა უამობს ქრისტეს, თუნდაც კი არ აქვს. ჩვენ ამაზე უნდა ვიმუშაოთ, ჯერ უნდა აღმოვაჩინოთ ის, რომ ჩვენ არანაირი წმენა არ გაგვაჩინოთ. ეს სიმართლე იქნება. ჩვენ კაი ვარიანტი ვართ კეთილმსახურები ისმის. რომ აი ვენდობთ, რომ ეს ესია და აღარ ვიკვლევ რაღაცებს და მივყვებით ამას. ეს კაი ვარიანტს გეუბნები. რო გამოვჩხრიკოთ ჩვენი თავი და ვეძებოთ, აბა როგორ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ წმენა არ გაგვაჩინეთ, ეს ცუდი არ არის, რომ აღმოაჩინოთ. აღმოჩენა ცუდი არ არის, პირიქით თავის მოტყუებაა, რომ ამაში ცხოვრობთ, რომ წმენა არ გააგონია და ამას არ აქვს. აი რო აღმოაჩენთ, რომ არა გაქვს წმენა, მე იწყება უკვე მუშაობა ამ წმენა, ისე როგორც სიყვარული, ისე როგორც ნებისმიერი საქმეება არის შრომის შედეგი არის. შრომის შედეგი არის. იმ გამოცდილების შედეგი, თუნდაც ღმერთთან ურთიერთობის ლოცვის წუწუნის თუ გნებავთ, რომ ღმერთს მიმართავ შენ, აი როგორც გეუბნებათ ქრისტე, როგორი ლოცვიდეო. სახარებაში ძალიან კარგად არის მოთხრობილი ორი ფორმა ლოცვისა, საზოგადოებრივი და კერძო. ანუ პირადად შელოცულობ რა. საზოგადო ლოცვა არის ის, რომ 2 თუ 3 ჩემი სახელით შეიკრიბება, მე მათთან ავარ. ისმით, აი აქავა საზოგადო ლოცვა ეს არის. ისმით,
კერძო ლოცვასაც გვასწავლის ქრისტე, როგორ უნდა ილოცო მათ ესახარებაში, რა გადაგებამთაზე როცა ლაპარაკობს. როგორი ლოცვიდეო, შედი სადმე შენს ოთახში, ისე რომ არავინ არ გხედავდეს, ჩაიკეტე და მარტო მამა შენი ზეცათა გხედავს. რა, ანუ დასანახად კი არ ილოცო, არამედ გამყუდროვდი, მარტო შენ რომ ხარ, გესმის? და იმასაც ევნება, ბევრი სიტყვები არ არის საჭირო ლოცვისთვის, რა. არ არის ბევრიო, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის ღმერთმა შენ რა გინდა და რას ფიქრობ და რა მდგომარეობაში ხარ ისედაც. არამედ თქვი ძალიან ცოტა, მაგრამ გულით, აი ამ ჩაკეტილ, გამყუდროებულ, რატო? აი ამგვარი ლოცვის დროს ხდება კომუნიკაცია გესმით თქვენსა და ღმერთს შორის. ამ დროს გეკონტაქტება და თქვენ ზუსტად ხვდებით რომ პასუხი, ანუ თქვენი ხმა მიწტომილი არის და ასევე პასუხი გულში ისახება და იწერება პასუხებიც. გესმით? ესეთი ლოცვა არის ეფექტიანი, რა თქმა უნდა. ხოლმე ახლა სადღაც როგორ გინდა ახლა დასანახად ვილოცებ და ვერც შეისმენს თუ როგორ არის ახლა. სრული მყუდროება და მარტო შენ და პიროვნება შენ პიროვნება და პიროვნება ღმერთთან ურთიერთობა. და აი ამ ურთიერთობაში სწორედ ის ბრძოლა ხდება და ის შრომა ხდება, რასაც ქვია რწმენის გაჩენა. მე რწმენა რა არის? უპირობო ნდობა არის, ხო? ზუსტად იცი რა როგორ არის. აღარ ჭირდება არაფერი. ამიტომ ჩვენ კაი ვარიანტს გეუბნებით ვართ კეთილმსახურები, კაი ვარიანტში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ჩვენ ერთი და იგივე ადგილს ტკეპნით ისევ და ისევ და არ ვითარდებით. ისევე როგორც ის 38 წლის დაავდომილი ადამიანი 38 წლის განმავლობაში ერთი და იგივე მდგომარეობაში იყო. გესმით? ვერ დგებოდა ფეხზე ფაქტია, ხო? ასე ვართ ჩვენც. კელობლები ვართ პრინციპში და გვინდა რომ მოვიდეს ქრისტე და გითხრას რომ ადეგი და აიღე შენი საწოლი და გაიარეო, მაგრამ იქვე ხვდებია მე კეთილმორწმუნე სხვა ხალხი და დღეს შაბათიაო და ატომი ათრევა ამ საწოლს უკაცო დღესაო. ესმის? ის სხვა კეთილმორწმუნე ხალხი ხდება, რომელიც ასრულებენ იმ დადგენილ წესებს, არა? შაბათს ატო არ უნდა შრომობდა ასე შემდეგ. და აი ამ დღეში ვარ ჩვენს დღესაც 21 საუკუნეში გესმის და განვითარება არ გვიწერია თუ კი რა თქმა უნდა მარტო აი ამ მსახურებაში ვიქნები და დავჩები. არ გვიწერია განვითარება არ გვიწერია, მაშინ გადარჩენაც არ გვიწერია მაშინ გესმის. იმიტომ რომ თავარი პრობლემა ქრისტიანული სარწმუნოებისა და ტრაგედია თუ გნებავს და ეს ჩვენ რა ვიცი ქრისტიანებს ეთქობა ვერ გამოიცნობიერებია რა რაღაცეები რა. ქრისტიანობა არის სასწაულად რთული სარწმუნოება და სასწაულად მარტივი ერთდროულად. დიქოტომიაა საშინელი. ხო, ან ერთი იყოს, ან მეორე, ხო, გავიგებთ ადგილ. არა, ორივე არის. თან რთულია, თან მარტივესია. ჩვენ ერთი რაღაც არ გაგვისმენია, გაგვითავისებეთ, გაგვიგებით, გაგვიგია რა თქმა უნდა. რომ ქრისტიანობაში, ანუ ჩვენ გადარჩენაზეა ლაპარაკი, ხო, ანუ საბოლოო ჯამს, ხო, ცხონებაზეა ლაპარაკი რა. ჩვენ ვერ გადავრჩებით. თუ კი ჩვენ მარტო ვიქნებით, უბრალოდ მარტო არ ვიქნებით ცუდებით. ანუ ცუდები თუ არ ვიქნებით, ანუ არ მოვიპარავთ, არ ვიმუშებთ, არ რა ვიცი, იმამაძაღლებთ, არ მოვიტყუებით, ამას მაინც ვაკეთებ, მაგრამ ამ მდგომარეობამდე რომ მივიდეთ ეგეც კაია, ხო ჯერ, მაგრამ წარმოვიდგინეთ, არ როგორ რა ვთქვა, არ ტყუილად არ იშრობთ ეკლესიაში და არ დაიღალოთ და უძილო გამები არ გააგრძელეთ ტყუილი ძილი დილაობით ხოლმე. არ მოხვიდეთ, იმიტომ რომ თუ კი მარტო იმაზე იმუშავებთ და კეთილმსახურება ამაზე მუშაობს მარტო, ისმის რომ ცუდი არ იყოთ. ანუ კეთილმსახურების მდგომარეობა არის ეს, რომ ცუდი არ იყო, არ დააშავა. არ იყო ნარკომანი, არ იყო ბრუში, არ იყო გამკითხავი, ჯერ ამასაც ვერ ვაღწევ წარმოიდგინე. ამ რაღაცებსაც ვერ ვაღწევ. ჩვენ ფარისევლების დონეზე მიღწევები ჯერ კიდე. ოღონდ მართლა სახარებისეულ ფარისევლების არც მუშობენ, არც მაშვებოდნენ, იპარავდნენ და ასე შემდეგ. ჩვენ ამაშიც არ ვართ კაცო. ხო და რისი თქვა მინდა რომ
არ იყო ცუდი, ანუ ნორმისგან გადახვეული არ იყო, არ ნიშნავს იმას ქრისტიანობაში, რომ კარგი ხარ. გესმით? ეს გვავიწყდება ჩვენ რაღაცა ვიბძვით, რაღაცა შეუნდოთ, კაი, თუ ვიბძვით, რა თქმა უნდა, ეგეც. თუ ვიბძვით. ამაშია, ჩვენ ყველა მართლები ვართ და ყველა თავში. მაგრამ ხო, ვიბძვით, კაია თუ ვიბძვით, თუ ვიღაცას ვაპატიოთ, თქვა. გესმით და უკვე რაღაცა გონი რაღაცა აჩქოლებული რაღაცა წმინდანი ხარ უკვე. ან ვიღაცას ფიქრობ რაღაცა სიკეთის მეტი რა მიკეთებია, თურმე რაღაცა საათ და ეს სიკეთე მოკლედ. ანუ ცუდები, ანუ ქრისტიანობაში ვერ გადავჩებით, აი ძალიან მარტივი ფორმულაა ეს. თუ კი მარტო ვეცდებით, რომ არ ვიყოთ ცუდები რა. შანსი არ აქვს რა. ანუ ცუდი თუ არ ახლა, კლერი, რუში, პარავი, გამკითხველი, დედმამის არაპატიმცემელი, უფროსის არაპატიმცემელი, ღვთისგმობი თუ არ ახარ, თქვა, ხო? ეს არ კმარა, რო ხარ კარგი. უბრალოდ ცუდი არ ახარ, გესმით? ქრისტე გთხოვს, რომ იყავი კარგი. გაუკეთე სხვას, ისაც შენ გინდა გაიკეთო, შენ გინდა გაიგეთო, რა თქმა უნდა, ყოველთვის. ისმის. მოქმედებისკენ მოგვიწოდებს, გაუკეთე. აღმოსავლური სიგრძნობეულება არ გაუკეთო სხვას, ისაც შენ არ გაიკეთო, თქვა, ცუდი თქვა, მაგრამ ქრისტე გონება გაუკეთე, იმიტომ რომ არ გაკეთებით, ვერ ცხონდებით. თუმცა ესეც მისაღწევი გვაქვს კიდე რა, რომ არ ვიყოთ ცუდები რა. მაგრამ არ კმარა. და ვიყინებით ამ კეთილმსახურებაში, მეგონები, კაი ვარიანტს გეუბნებით, ეს კაი ვარიანტი, ცუდი ვარიანტები, რომ დავაღობილი ხარ, აღარ გავჩერდები მე. ეს მე და თქვენს გეწყინება და მეც მეწყინება. ხო და კაი ვარიანტს გეუბნებით, რომ კეთილმსახურებულ მდგომარეობაში არის ეს ეტაპი არა, რომ არ აკეთებ ცუდს. მაგრამ არ არის საკმარისკენ საერთოდ არ მუშაობს ეს. თუ ცხონება კიდე, რა თქმა უნდა. კარგი დაანახეთ, რა შეგიძლიათ მეც. დაანახეთ, რა ხართ. რისი მაქნისები ვარ, დავანახოთ რა ყველას რა. ყველას რა, მე ერთისას დაინახოთ ყველა ვარიანტი. სულ ცოტათი მუშაობაა საჭირო. პატარა მუშაობა. დიდი გენიალური გეგმები არ არის საჭირო დასახვა. პატარა საქმეები გააკეთეთ გენიალურად. და მასშტაბურად. პატარა გეგმები, პატარა მიღწევები, პატარა რაღაცეები, სიკეთეები. ოღონდ გააკეთეთ, ოღონდ ეს იყოს პლუსი, მოქმედება იყოს და არა ისო არ აკეთებ ცუდს რა. კიდე ვიმეორებ, ნეტავი ყველას შეგვეძლოს, ცუდი არ გავაკეთოთ. გესმით? ნეტავი შეგვეძლოს. მოკლედ, კეთილმსახურება ძალიან კარგი არის. არ არის საკმარისი. რწმენაში, სულიერ ცხოვრებაში შესვლა, რა თქმა უნდა, კეთილმსახურებიდან ხდება. მაგრამ ამაში დარჩენა და დაბეტონება არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა. თორემ, როგორც ეს კელობელი თუ ავატყოფი 38 წელი ერთი და იგივე მდგომარეობაში იყო, ჩვენც ერთი და იგივე მდგომარეობაში ვკეთით ერთი და იგივე ადგილს მდგომარეობით და ჩვენ როცა ამოგვხდიან საშინელი ანგელოზნის სულს ჩვენი ხორცისგან რა, მერე სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდებით და მერე რა ვიცოდი უქალო იყვნენ, რა ვიცი, ახლა უკვე იცი. გაფრთხილებულები. მერე რა ვიშოროს. ამინ.